აი მოგესალმებით, ნახეთ. აი ესეთი სიგრძე გვაქვს ახლა. აი ამ ჩვენ თავზე გადასაჭერის ესეთი ლამაზი ფორმები გვაქვს. ახლა აი ნახეთ, თუ შეხედავთ აი ამ ნიშნულს, საიდანაც დავიწყეთ. აი ახლა მოდით მე iPad-ზე გაჩვენებთ, იმიტომ რომ უფრო მოხერხებულია. აი ეს შუა ნაწილი დავიწყეთ, აი აქედან, ხო? აი ესეთი, როცა უკვე აქ მატებას აღარ ვაკეთებდით. აი ეს ნიშნული გვიჩვენებს და მე მოვხსოვე, ნახეთ, ნიშნულის შემდეგ აი ეს თუ ჩათვლით, ნახეთ, ნაწნავიდან ნაწნავამდე, ანუ ნაწნავიდან შემდეგ აი ესე გამეორების წერტილამდე, აი ესე 11 ესეთი რვიანი უნდა გქონდეთ. აი ნახეთ, აი აქ იწყება, პირველი რვიანია, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე, მე-11. აი როგორც თქვით, ხო? 11. ეხლა თუ ცოტა ესეთი ნაკლები ზომისაც შეიძლებოდა პრინციპში, მაგრამ მე ჩავთვალე საჭიროდ რომ ესე გავაკეთოთ. ეხლა აი ამის შემდეგ მე უკვე ეხლა ფაქტიურად მოგხსოვე აი ესეთი ფრაგმენტი მე-11 და აი მერვე რიგიც მოგხსოვილი მაქვს, ნახეთ, აი ეს. ეხლა ამის შემდეგ ჩვენ უნდა მოგხსოვოთ კიდევ ერთხელ აი ეს ნაწნავი პირველი რიგი, ანუ თითქოს მე-12-ს ვიწყებთ, ხო, ასეთ ფრაგმენტს და ასევე მეორე რიგი და შემდეგ უკვე გავაგრძელებთ ჩვენ აი ამ პირველი რიგით, ეს უკვე სამკუთხედის ფორმულებას გავაკეთებთ, დაპატარავდება ისევ ჩვენი ნაკსოვი. ანუ ესე იგი 11 აი ესეთი ფრაგმენტი გაქვთ და კიდევ ერთხელ ვხსოვთ პირველ რიგს და მეორე რიგს. აი ესე. სადაც არის ესე პირველ რიგში გვაქვს ესეთი ნაწნავის ფორმის რვიანები. 3 3-ზე, ხო? ანუ 3-ს გადავიტანთ, დავხმარე ნემსზე, როგორც მანამდე ვაკეთებდი. ეხლა დღეს ცოტა ესეთი მოღრუბლული ამინდია და ამიტომ ნატურა ჩავრთევ, იმედია რომ კარგად ჩანს მაინც. აი ესე იგი, როგორც გახსოვთ, ეს დახრა ნიშნავს, რომ აი აქეთ დახრილი თუ არა, პირველი სამეული ზემოდან უნდა მოხდეს, როგორც აი სულ ასე მაქვს აქ ნაკსოვი. ხო, პირველი სამეული ზემოთ. გხსოვთ, ჯერ მეორე სამეულს, წარმართვლები გაქვთ, ხო? 1 2 3 შემდეგ უკვე მოდის აი ეს თქვენი ნემსზე რაც გვაქვს ხო თვლები. ხლა რა უშავს მოხდა აი ესე. ხა ნემსზე თვლები. ეს ჯერჯერობით ჭხირის თვლებს არ ვეხებით, ხო? 1 2 და 3. შემდეგ მოდის 2 უგუღმა თვალი, ეს შავი წერტილით რომ არის, ესე ხო, სქემაზე. 1 2 და ისე ვიმეორებთ. 1 2 3 გადმოვიდან. ну ეს რა თქმა უნდა დროს მოითხოვს, ეს ყველაზე მეტად ეს ითხოვს დროს, დანარჩენი უფრო მარტივია. აი ესე გადმოვიტანე და გხსოვთ მეორე სამეულს ჯერ ჭხირზე, ხის ჭხირზე. შემდეგ გხსოვთ საფეწე წამოვიღოთ. აი ნემსზე სამეულს. 2 და 3. ესე ჭხირის თვლები, უგუღმა თვლები, აი ახლა აი აქ ვართ. 1 და 2 და ისევ ვიმეორებთ. 1 2 3 უნდა გადავიტანოთ ნემსზე, ანუ დამხმარე ჭხირზე. მოგხსოვთ. ეს 3 ასეთი რვიანი არის, პირველი სამეული ზემოთ ხდება. შემდეგ შევცვლით ახლა. 2 და 3. აქ დათვალეთ კარგად, იმიტომ რომ
აქ ბევრი წარმართლები გაქვთ და რო არ მიაყოლოთ ხო 3 უნდა მოგცოთ ხო. შემდეგ ეს ნემსის მცხვერზე აქ არის 3. აი ესე. შემდეგ გქონდათ გახსოვთ ერთი წარმართვალი და ეხლა ვცვლით, ხო? ანუ ეხლა აი ეს პირველი 3 თვალი ქვემოთ უნდა მოახვედროთ, ნემსზე რასაც გადაიტანთ. 1, 2 და 3 ეს მოახვედროთ უკან, აი ესე. ძაფი წინ წამოვიღოთ. გსოვთ აი ამ 3 წარმართვალს ჯერ 1, 2 და 3 შემდეგ გსოვთ ნემსზე რაც თვლები გვაქვს ხო 3 თვალი გაქვთ. ცოტა ის მიშლის ეს წინა ჩხირის. აი ესე 1, 2 და 3. ასე უნდა გავიმეოროთ ახლა აქაც ჯერ 2 უგოღმა. ისე 3 თვალი ნემსზე და უნდა მოვახვედროთ უკან. ანუ ეს ქვემოთ. აი სიმბოლოებში back cross back, ხო, ზემოთ გადაჯვარედინება, ოღონდ ქვემოთ რომ მოხდება ეს პირველი 3-ეული. ძაფი წინ. 1, 2 3. ახლა ნემსის. 1, 2 ესე 3. ისე 2 უგუღმა. ესე და იგივე 1, 2, 3 ჩხერზე პროსტურად ნემსზე. ну თქვენ შეგიძლიათ ჩხერიც გქონდეთ ესეთი. ხის ჩხერი არის ესეთი. და შეიძლება ჩხერზე გადაიტანოთ. დამხმარე ჩხერს უნდა გადაიტანოთ. ეხლა აქ ბოლოს 3 თვალს მოგსვთ. წარმართლები გვაქვს. შემდეგ ვსვთ უკვე აი ამ დარჩენილ 3 თვალს. 1, 2 და 3. აი მურჩა. ეხლა უკვე როგორც ხვდებით მეორე რიგი ძალიან მარტივია. 6 უგუღმა 2 წაღმა, 6 უგუღმა 2 წაღმა, 13 უგუღმა 2 წაღმა, 6 უგუღმა 2 წაღმა, 6 უგუღმა. ძალიან მარტივი რიგია და მოდით უცებ გაჩვენებთ ამას. ესე იგი, უგუღმა თვლები პირველ თვალს არ ვსვთ, ხო, გადავიტანე უბრალოდ უგუღმას და შემდეგ თვლები, უგუღმა თვლები მოდის. არა როგორი თვალით შეგხვდებათ, ისეც გსოვთ, აი წაღმა შემოხვდა, წაღმას გსოვთ. აი ესე. 6 უგუღმა იქნება აქ. აი წაღმა შემოხვდა ესე 2. და აქ 13 უგუღმა. როიანების შემდეგ ცოტა ის არის მოჭიმულია ხოლმე, იმიტომ რომ გადავაჯვარედინეთ ხო ნაკსოვები და მაგრამ არა უშავს მე შემდეგ რიგებში უფრო რბილდება ნაკსოვი ხოლმე. ესე წაღმა შეგხვდა, წაღმას მოგსვთ. ესე უგუღმა თვლები მოდის. 6 ცალი რა თქმა უნდა იქნება. და 2 წაღმა.
უკუღმა თვლები და მორჩა. აი ეს ორი რიგი. ესე იგი, ორი რიგი უკვე ფაქტობრივად თითქოს მე-12 ფრაგმენტს ვგზავდი აი ამისას, ხო, მეორე სქემისას. ეხლა გადავედით მესამე სქემაზე. მესამე სქემა ესეთი სამკუთხედია, იწყებთ აი აქედან პირველი აწერია, ხო? აქეთ მეორე, მესამე, მეოთხე. ესე იგი, პირველი რიგი 6 წაღმა 2 უგოღმა, 6 წაღმა 2 უგოღმა. 6 წაღმა 1 2 3 4 5 ანახეთ დააკვირდით ესე იგი იცით რატომ ეხლა აქ თქვენ გქონდათ 13 თვალი გახსოვთ ხო ეს 13 თვალი ესე იგი შუაში არის 3 თვალი ერთად უნდა მოგსოვოთ ანუ 13 - 3 უკვე 10 გრჩებათ ანუ აქეთ იქით 5 თვლები გაქვთ 1 2 3 4 5 წაღმა როგორც გითხარით აქ 3 ერთად უნდა მოიყვანოთ შემდეგ ისევ 5 წაღმა 2 უგოღმა 6 წაღმა 2 უგოღმა 6 წაღმა მოგეთ აი აქ არ აგებიოთ ესე იგი 6 აქ 5 აი ეს დით ერთად მოგსოვოთ და აი ესე იგი პირველ თვალს არ გსოვთ მეორე მესამე მეოთხე მეხუთე მეექვსე 2 უგოღმა ისევ 6 წაღმა 2 უგოღმა ეხლა 5 წაღმა ხო 1 2 3 4 და 5 ესე კარგად დააკვირდით რომ აკურატულად გააკეთოთ 5 წაღმა მოგსოვეთ ეხლა აი ამ ჩვენ შუა სამ თვალს აი ესეთნაირად მოვგზავნოთ. ამ პირველ თვალს მე გადავიტან და ნახეთ ეს ორი თვალი ერთად უნდა მოვგზავნოთ. მოკლედ აქედან კი არ შეხვალთ. აი აქედან, ანუ ნახეთ, აი აქედან. მეორედან პირველში. აი ესე სამუშაო ძაბს გამოიტანთ. აი ესე გამოიტანეთ ჭხილი და აი აქ რო გადავიტანე მოვგზავნოთ, ხო? ეს პირველი თვალი ამ სამეულიდან აი ესე უნდა მოგხსოვოთ. ნახეთ როგორი ლამაზი ის აქვს კუთხე. 3 ერთად. სხვადასხვანაირად იქსოვება 3 თვალი ერთად, მაგრამ ეხლა ამ შემთხვევაში ესე უნდა მოგხსოვოთ. ეხლა 5 წაღმა თვალი. ესე 2 უგოღმა 6 წაღმა. აქ უკვე ესეთი სრულყოფილი ნაწნავია ხო 3-3-ზე იმის თავზე ვართ და ამიტომ 6 წაღმა 2 უგოღმა და ისევ 6 წაღმა ეს ჩვენი პირველი რიგი უკვე ფაქტიურად მეორე სამკუთხედია რომელიც დაწვრილდება თანდათან მეორე რიგი აქ ფაქტიურად არაფერი სირთული არ არის იქ სადაც წაღმები ქონდათ უგოღმა თვლებს გსოვთ ანუ აქედან თუ შეხედავთ ისე აქეთ როგორც შეგხვდებათ თვლები ზუსტად ისე უნდა მოგხსოვოთ აქ უკვე 3-დან 1 რო ამოვიყვანეთ იქ ფაქტიურად წაღმათ ამოვიყვანე ამიტომ ახლა უგოღმა მხრიდან რომ მოვდივართ იქ უგოღმა თვლები იქნება და ჯამში გვექნება ესე იგი აქ ქონდა აქეთ იქით 5 და შუაში 1 11 თვალი მგონია მარტივია არ ღირს ახლა სქემაზე ამის ნახვა ხო ისედაც თქვენს ხვდებით როგორ უნდა გააკეთოთ პირველ თვალს არ გსოვთ ისე გადავიტანე და მე უკვე გსოვ უგოღმა თვლებს რომელი თვალი შევხვდება აი წაღმა თვალი შევხვდა წაღმას გსოვ უგოღმა შევხვდებათ უგოღმას გსოვთ ეს მეორე რიგი ხო უკვე ხვდებით უკვე ვიწროვდება იმიტომ რომ მოკლება გავაკეთეთ ერთი მე კიდევ გაკეთდება წაღმა რიგებში გაკეთდება მოკლებები აი ახლა აქ ეს იყო შუა თვალი ეს უგოღმა თვალი მოგხსოვე ჩვეულებრივ 11 უგოღმა გაქვთ ცენტრში ამ რიგში აი როგორი თვლებიც არის ისე ვგსოვ
ეხლა წაღმა გვაქვს, წაღმას მოგსო. ისე უგუღმები. კარგით, ეს მეორე რიგი. ეხლა მესამე რიგზე გადავალ. მესამე რიგიც მარტივად იქსოვება, არაფერი სირთული არ არის. ჩვეულებრივ 6 წაღმა 2 უგუღმა, 6 წაღმა 2 უგუღმა. აქ ხვდებით 1 2 3 4 დაგრჩათ უკვე. იმიტომ რომ აქ კიდევ მოკლებას ვაპირებ. აქ 11 თვალი გაქვთ, ხო? ცენტრალურ სამს რომ მოვაკლებთ, ხო 11-ს. გრჩებათ 8 თვალი, 4 აქეთ, 4 იქით, ხო? ესე. ეხლა ვფიქრობ, რომ ამ რიგსაც გაჩვენებ და შემდეგ მე მგონი თქვენ თვითონ გააგრძელებთ, სანამ არ მივალ, თქვათ, აი ნაცნავის ადგილას, აი აქ შევხვდებით, თქვათ, ეხლა მესამე რიგს გსოვ. აი მე-4, მე-5, მე-6-ე თქვენ თვითონ მოგსოვეთ. მე-7-ზე აი მე კიდევ ერთად გავაგრძელოთ. ესე იგი 6 წაღმა, 2 უგუღმა, 6 წაღმა 2 უგუღმა და ეხლა აქ 4 წაღმა, ხო? 1 2 3 4 აქ ნახეთ, აი ეს ცენტრალური 3 თვალი, პირველ თვალს გადაიტანთ, აი სადაც მოკლებას აკეთებთ, სულ ასე უნდა აკეთოთ, აი ამ სამკუთხედს სანამ გსოვთ ესეთ 8 მოკლებებისას. ესე იგი, ერთი გადავიტანე უბრალოდ დროებით და მომდევნო 2-ს აი აქედან შედიხართ. თითქოს უკნიდან წინ, აი ესე. სამუშაო ძაფი გამოიტანეთ და აი სამუშაო ძაფიდან თვალი რო იყო, აი აქ, აი ესე. სულ ასე გააკეთეთ მოკლება. ისე 4 წაღმა თვალი. აი ესე. ეხლა ხვდებით, თქვათ, უკუღმა რიგში, რა თქმა უნდა, აქ უბრალოდ გექნებათ უკვე 9 თვალით 11-ის ნაცვლად, აი ამ ცენტრალურ ნაწილში, უკარო გამოყვებით, მე-4 რიგში. ხოლო მე-5 რიგში, აქ ნახეთ, დააკვირდით უბრალოდ, აი სქემა ესე იქნება თქვენთვის, შეგეძლებათ რომ ნახოთ და მე-5 რიგში გაქვთ 1 2 უკვე 3 თვალი, ან იკლებს ხო თითო-თითოდ აი ამ ინტერვალში და შუაში აუცილებლად მოკლება გააკეთეთ, როგორც ახლა გაჩვენეთ. მე-7 რიგიდან მე უკვე გაჩვენებთ კიდევ. აქ ვაგრძელებთ ხო, ესე ჩვეულებრივ. აქ მარტივია მე მგონი. თავიდან ვინც უკვე დაიწყო, უკვე მე მგონი აითვისებდა და ახლა უბრალოდ ძალიან გრძელი ვიდეოები რო არ გამოგვივიდეს. აი ესე გაყევით და მოგსოვეთ. უკუღმა რიგში როგორი თვლებით შეგხვდებათ, ისე გსოვთ. ყველაზე მარტივია უკუღმა რიგი ახლა. აი უკვე მოგსოვე მე-6 რიგიც. ანუ მე-5 და მე-6 დავამატე ხო? მოვედი მე-7 რიგზე ვარ. აი აქ ვართ. ეხლა აქ ნაცნავია მოსაქსოვი 3-3-ზე. ესე პირველი სამეული ზემოთ იქნება, მეორე ქვემოთ. 2 უგუღმა, კიდევ ნაცნავი, 2 უგუღმა, 2 წაღმა თვალი, მოკლება 3 თვალიდან 1, 2 წაღმა, 2 უგუღმა და ისევ ნაცნავი, 2 უგუღმა ნაცნავი. ოღონდ აქ ნაცნავები ხვდებით, რომ პირველი სამეული ქვემოთ იქნება, აქაც პირველი სამეული ქვემოთ. ამას გაჩვენებთ ყველაფერს. ესე იგი, 1, 2 და 3. აი ძალიან ისა მინდა რომ მოვიზომო, ეხლა ნახოთ როგორ იქნება და მეჩქარება უკვე დასრულება, რომ ძალიან ლამაზი უნდა გამოვიდეს. ეხლა ესე იგი ჯერ ვგსოვთ აი ამ 3-ს, ხო? 1 2 3. კარგი. ეხლა ნემსზე 3.
1 ცოტა იჭიმება ხოლმე ეს პირველი თვალი ნემსზე რომელიც არის, იმიტომ რომ გადაჯვარედინდა, ხო, ამ ხელანაქსოზე 2 და 3. აი ესე. კარგით. ეხლა ვსვოთ 2 უგუღმა თვალს, აი როგორი თვალიც მოდის, ხო, შემდეგი 2 უგუღმა იყო. და ისევ ვიმეორებთ ნაწნავს. 1 2 3 და გადავიტანოთ. ეს რა თქმა უნდა წინ დავტოვოთ ნემსი, იმიტომ რომ ზემოთ უნდა მოვახვედროთ. და გსვოთ ჭხრიდან პირველ 3 თვალს. 1 2 3. შემდეგ გსვოთ ნემსიდან 1 ეს და კარგად შევალახა 1 2 და 3. ნემსი აღარ გვინდა ჯერჯერობით. 2 უგუღმა თვალი და ეხლა აქ როგორც ვთქვით 2 წაღმა იქნება 1 და 2. აი აქ უკვე აი ეს არის ნახეთ ცენტრი, ხო? აი 3 თვალი. პირველ თვალს გადმოიტანთ. ამ მომდევნო ორს აი აქედან შესვლით, ხო? წინიდან უკან. ანუ მეორე თვალიდან წინ წამოვხვედით. და აი რაც მოქსოვის გარეშე იყო, აი მას აი ესე გადმოიტანთ. ისევ 2 წაღმა თვალი 2 უგუღმა. ეხლა ისევ ნაწნავებია, უბრალოდ ესენი პირველი სამეული ქვემოთ მოახვედრეთ. პრინციპში აი ესე შემიძლია უკვე ნემსი უკან დავიკავო, რომ მერე გადატანა 2 და 3. აი ეს უკანი უნდა იყოს ნემსი. და გსვოთ ჯერ ხის ჭხირზე. 1 2 3. ესე ეხლა ნემსზე. 1 2 და 3. 2 უგუღმა, ხო? შემდეგი 1 და 2 და კიდევ ერთხელ გავამეორებ აი 3 თვალი, რომელიც უნდა გადავიტანო ნემსზე. აი უკიდან ამოუყენე ნემსი, რომ უკან დამოახვედროთ შესაბამისად. ასე უფრო მოხერხებულია. ახლა პირველად ჭხირზე თვალს მოგსო 1 2 და 3 და შემდეგ ნემსზე. 1 2 და 3. ეხლა უგუღმა რიგი გვაქვს მერვე რიგი. 6 უგუღმა 2 წაღმა, 6 უგუღმა 2 წაღმა, აქ 1 2 3 4 5. 5 უგუღმა 2 წაღმა, 6 უგუღმა 2 წაღმა, 6 უგუღმა. ძალიან მარტივია. კარგით. აქ ახლა მე ვფიქრობ, რომ შემდეგ უკვე მოდით კიდევ ერთ რიგს მოვგს. აქ აი აქ საინტერესოა. პრინციპში აქ იკეტება და იკეტება ეს ჩვენ რო უკლებთ, უკვე ახლოს მოდის ეს უგუღმათვლების ესეთი ჩაღმავება. პირველი თვალი არ მოგსოვე, უბრალოდ გადავიტანე, შემდეგ უგუღმათვლები. 6 უგუღმა უნდა გქონდეთ, როგორც წესი. 2 წაღმა. ისე 6 უგუღმა. იმედია, რომ ძალიან გადანათებული არ არის. ისე 2 წაღმა. ახლა აქ რამდენი უგუღმაც შეგხვდებათ, მოგსოვეთ. 1 2
3, 4, 5, 2 წაღმა. შემდეგ 6 უკუღმა იქნება კიდევ. 3, 4, 5, 6. 2 წაღმა. ისევ 6 უკუღმა. შემდეგი მე-9 რიგი 6 წაღმა 2 უკუღმა 6 წაღმა 2 უკუღმა 1 წაღმა აქ ხვდებით 3-დან 1 თვალი უნდა მიყოთ 1 წაღმა ეხლა ვფიქრობ რომ ამ რიგს ესე იგი მე-9 რიგს მე-10 რიგს ხვდებით აქ ხო აქ როგორიც გექნებათ ხო 3 უკუღმა იქნება მოსაქსოვი აქ ჩვეულებრივად მარტივად მე-10 რიგი ხო მე-11-ს მე ვფიქრობ რომ აი თქვენ გაართმევთ თავს და მოგხსოვთ. აი ახლა ვფიქრობ რომ აი ამ ნაწნავებამდე მე მგონი თქვენ თვითონაც გაართმევთ თავს. ბევრი ანუ ხშირად ესე ბევრია ძალიან საქსოვი და ამიტომ ყოველ შემთხვევაში მოდით კარგით. აი მე-9 რიგი ახლა რაც გითხარით, აი ეს თქვენ მე მგონი გაართმევთ თავს. აქ გააკეთებთ 2 უკუღმა თვალის შემდეგ 1 წაღმა, მერე 3 თვალი გექნებათ, იმას ამოიყვანთ როგორც ერთს, როგორც გაჩვენებდით აი აქ. აი ესეთი კუთხოვანი ის არის ნიშანი. ხო, ესე ზუსტად ისევე გააკეთებთ 3-დან 1-ს ამოიყვანთ, მერე 1 წაღმა, 2 უკუღმა და ესე მიყვებით. უკუღმა რიგში როგორ თვლებით შეგხვდება ზუსტად ისევე და მოდით აი მე-11 რიგიდან ისევ დაგიბრუნდებით, კარგით? აი აქ მე-11 რიგს პრინციპში აქაც მარტივია რომ მოხვალთ უკვე აი აქ 2 უკუღმა, შემდეგ 3 თვალი გექნებათ, იმას ამოიყვანთ როგორც ერთ თვალს, აი როგორც აქ ამოყავდათ. ზუსტად ისევე. უკუღმა რიგში ჩვეულებრივ აი აქ 3-დან 1-ს რო ამოიყვანთ, უბრალოდ უკუღმა თვალს მოგხსოვთ. წამოყვებით აქ. ზუსტად ისე იხსოვება. კარგით, აი მე ახლა ვფიქრობ, დაგიბრუნდებით მე-13 რიგზე. ნახეთ, აი მე-13 რიგი, აი აქ უკვე 1 უკუღმა, მერე 3 თვალიდან 1 და კიდევ 1 უკუღმა. აი აქ დაგიბრუნდებით მე-13 რიგზე. კარგით? კარგით. ეხლა თქვენს გაყევით და მე ესე იგი ვგსოვ. სად ვიყავით ახლა ჩვენ? შუაში მოკლება იყო საჭირო, ხო? აი აქ ვიყავით, ხო? მე-9 რიგზე ვარ მე ესე ვფიქრობ. ესე იგი მაქვს ნაკსოვზე 2, 4, 5 თვალი მაქვს. აი აქ და აი აქ ვარ. კი მე-9 რიგზე ვარ ახლა, წაღმა რიგში ვარ.